მოგესალმებით, მე ვარ ეკა კვაჭანტირაძე და წარმოგიდგენთ ლექციათა კურსს ქართული და ევროპული იდენტობა ისტორიულ რეტროსპექტივაში. დღევანდელი ჩვენი ლექციის თემა არის მე-13 საუკუნის მსოფლიო ევროპული თვითცნობიერების ფორმირება. დღევანდელი ლექციის მთავარი გზავნილია ის, რომ მე-13 საუკუნეში ევროპა და საქართველო სეკულარიზაციის გზაზე დგებიან. მე-13 საუკუნეში ევროპა დადგა სეკულარიზაციის გზაზე, საქართველომაც აირჩია სეკულარიზმი. ახლა განვარტავ, რას გულისხმობ ამაში და რაში გამოიხატება ეს. მე-12 საუკუნის ევროპაში აქტიური შემოქმედებითი პროცესები მიმდინარეობს. ქრისტიანობა დიდ ბიძგს აძლევს მეცნიერების და ხელოვნების განვითარებას, მაგრამ ამავდროულად ცვლილებები ხდება მენტალობაში. ქრისტიანულ ხელოვნებაში იწყება ადამიანის როლის განუსაზღვრელი ზრდა, რაც ადამიანს ავტონომიურობას ანიჭებს, დამოუკიდებელს ხდის ღმერთისაგან. მე-13 საუკუნეში საბოლოოდ ფორმირდება ასეთი ტიპის ევროპული თვითცნობიერება. ამ პერიოდის საქართველოც სეკულარიზმს ირჩევს. შეიყა ქართული ერთობის უმთავრესი ნიშნული ქრისტიანობა. ამ დროის ქართული საზოგადოება ივიწყებს არსებითი მსოფლმხედველობის მნიშვნელობას და მას სხვა ფასეულობით ანაცვლებს. ირღვევა მთავარი. ერთობა იწყებს სხვაგვარად აზროვნებას. საქართველო აღარ არის ფასეულობითი ტერმინი, არამედ ეს არის პოლიტიკური ტერმინი. ეს არის ის მთავარი საკითხი, რასაც შეეხება ჩვენი დღევანდელი ლექცია. ახალი დამპყრობელი ყავს მსოფლიოს, მონღოლები. ჩინგისყაენის მიერ მონღოლთა იმპერიის შექმნას სერიოზული ცვლილებები მოყვა მსოფლიოსთვის. ეს არის მე-13 საუკუნის ყველაზე მძლავრი იმპერია, რომელმაც დაიპყრო ჩინეთი, ირანი, შუა აზია, ერაყი, კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა და რუსეთი. მომთაბარე ხალხმა მოახერხა სერიოზული ცვლილებები გამოეწვია ევროპაში, კერძოდ ევროპის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. მონღოლები 100 წელი იყვნენ საქართველოში და პირველი შეხება მონღოლებთან მათ მიერ დევნილი ჯალალედინი იყო, რომელმაც 1226 წელს თბილისი აიღო, სიონს გუმბათი მოხსნა და იქ ტახტი დადგა. მასთან არის დაკავშირებული 100,000 მოწამის დღე, როდესაც ჯალალედინმა უბრძანა ქართულ მორწმუნეებს, რომ გამოებრძანებინათ ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები, დაედოთ ხიდზე და შეურაცხყოფა მიეყენებინათ მისთვის. და როგორც ქართლის ცხოვრება წერს, 10 ბევრი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც უარი განაცხადა ამის გაკეთებაზე. 10 ბევრი არის სწორედ 100,000, რომელთა უდიდესი ნაწილი დახოცეს და მათ პირდაპირ მტკვარში ყრიდნენ და წყაროში წერია, რომ 3 დღის განმავლობაში მტკვარი წითლად მოდიოდა. მე-13 საუკუნეში ევროპაში გამოვლინდა მიღწევები 4 მთავარ სფეროში. ეს არის ქალაქების განვითარება, ვაჭართა როლის გაზრდა, საგანმანათლებლო სფეროს განვითარება და ბერ-მონაზვნობის სახესხვაობა. ახლა მოკლედ ძალიან განვიხილავ ამ ცვლილებებს. დავიწყოთ ქალაქების განვითარებით. თუ ადრეულ შუა საუკუნეებში შეიქმნა სოფლის ევროპა, მე-13 საუკუნეში შენდება ქალაქური ევროპა. აქ გადასახლდა ძირითადი მოსახლეობა. ქალაქების მახასიათებელი არის კედლები, რომლებიც ანტიკური პერიოდიდან თავდაცვისათვის შენდებოდა, მაგრამ ამ პერიოდში იქცა როგორც ქალაქის სიმბოლო. ბეჭდებზე და საბეჭდავებზე ხშირად გამოსახავდნენ ამ კედლებს. ქალაქი ნიშნავდა ეპისკოპოსის რეზიდენციას. ანუ პირველი ქალაქები ეს იყო საეპისკოპოსო ქალაქები. ქალაქებში საშუალოდ 10-20,000 მოსახლე იყო, თუმცა იყო დიდი ქალაქები. ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი იყო ევროპაში პარიზი, რომელშიც იყო 200,000 მცხოვრები. შემდეგ მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მოდიოდნენ ფლორენცია და ვენეცია, 100,000 მცხოვრები. შემდეგ მილანი, 75,000 მცხოვრები. შემდეგ გენუა და ლონდონი, 60,000 მცხოვრები და პალერმო და ბარსელონა, 50,000 მაცხოვრებლით. მე-13 საუკუნე ეს იყო აგრეთვე სკოლებისა და უნივერსიტეტების საუკუნე. უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღო სახელწოდება საერთო სკოლა, სტუდიუმ ჯენერალე,
რაც ერთდროულად აღნიშნავდა მის უმაღლეს სტატუსს და ენციკლოპედიური ტიპის განათლებას. ეს სკოლები ერთიანდებოდა კორპორაციებში და ეწოდათ უნივერსიტეტები, რადგან ლათინურად კორპორაცია უნივერსიტეტს ნიშნავს. ეს ტერმინი პირველად გაჩნდა პარიზში. 1221 წელს გამოიყენეს ის სტუდენტთა და პედაგოგთა ერთობის აღსანიშნავად. შეიქმნა ორი საუნივერსიტეტო მოდელი, პარიზის და ბოლონიის. პარიზულ მოდელში პედაგოგები და სტუდენტები ერთობაში იყვნენ. ბოლონიურში კი შედიოდნენ მხოლოდ სტუდენტები. დღემდე მუშაობს პარიზის მოდელი. უნივერსიტეტის პროფესორი ერთდროულად იყო პედაგოგიც და მკვლევარიც. მათ ხელმძღვანელობდა რექტორი, რომელსაც პედაგოგები ირჩევდნენ. რექტორს აკონტროლებდა კანცლერი, რომელსაც ადგილობრივი ეპისკოპოსი ნიშნავდა. მე-13 საუკუნის უნივერსიტეტების მთავარი ავტორიტეტი იყო არისტოტელე. განსაკუთრებით პარიზის უნივერსიტეტში. მისი თხზულებები თარგმნეს და შეიტანეს საუნივერსიტეტო კურსებში. არისტოტელეს მთავარი პროპაგანდისტი იყო თომა აქვინელი. პირველი ევროპული უნივერსიტეტი იყო ბოლონიის უნივერსიტეტი, რომელსაც სტატუსი პაპმა მიანიჭა. პარიზის უნივერსიტეტს მეფე ფილიპე აუგუსტმა მიანიჭა პრივილეგიები. შემდეგ იქმნება უნივერსიტეტები ოქსფორდში და კემბრიჯში, მონპელიეში. ამ პერიოდის არის აგრეთვე რომის უნივერსიტეტიც. უნივერსიტეტები იყოფოდა ფაკულტეტებად. ძირითადად იყო 4 ფაკულტეტი, მაგრამ ყველა უნივერსიტეტში იყო გამორჩეული ფაკულტეტი. მაგალითად, ბოლონიის უნივერსიტეტი სპეციალიზებული იყო უმთავრესად იურისდიქციაში, პარიზის უნივერსიტეტი თეოლოგიაში, მონპელიეს უნივერსიტეტი მედიცინაში. არსებობდა ფაკულტეტების იერარქია. პირამიდა რომ წარმოვიდგინოთ, პირამიდის ქვედა ნაწილში იყო ხელოვნების ფაკულტეტი, სადაც ასწავლიდნენ ტრივიუმისა და კვადრიუმის საგნებს. ამ ფაკულტეტზე ამბობდნენ, რომ სწავლობდნენ ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე მოუსვენარი და ყველაზე ღარიბი სტუდენტები. წარმატებულ სტუდენტს ეძლეოდა რამდენიმე დიპლომი, რომელთა შორის ყველაზე წარმატებული იყო ღვთისმეტყველების მაგისტრის დიპლომი, რომელსაც 11 წლიანი სწავლის შედეგად იღებდნენ. პირველი ხარისხი იყო ბაკალავრის ხარისხი, შემდეგ მოდიოდა მთავარი დიპლომი, ლიცენზია და მესამე იყო დოქტორის ხარისხი. მისი მიღები პედაგოგის რანგში გადადიოდა, ასე შეიქმნა ევროპაში პროფესურა. ამ ხარისხის მიღება ნიჭიერების ფონზე ყველა შეეძლო, მათ შორის გლეხობას, რადგანაც სახელმწიფო ძალიან უწყობდა ხელს დაბალი ფენის წარმომადგენლებს, რომ თუ კი ვინმე ასეთი გონიერი გამოჩნდებოდა, მისთვის სწავლა უფასო ყოფილიყო და ძალიან ბევრი პრივილეგია ჰქონოდა. კარგი მაგალითი არის ამისი რობერ დე სორბონი, მე-13 საუკუნეში ცნობილი პარიზული კოლეჯის სორბონის დამაარსებელი, რომელიც საკმაოდ დაბალი წარმომავლობის იყო და მან მიიღო სწორედ ასე განათლება. მე-13 საუკუნე ხასიათდებოდა აგრეთვე ახალი ტიპის ბერმონაზვნობით, უპოვართა ორდენებით. მათ შორის იყო ორი უმთავრესი ორდენი, დომინიკელები და ფრანცისკანელები. ეს ბერები ცხოვრობდნენ არა განმარტოვებულად მონასტრებში, არამედ ერთად ცხოვრობდნენ დიდ ქალაქებში. პირველი ორდენის დამაარსებელი იყო დომინიკე, ხოლო მეორესი იყო ფრანსის ასიზელი. ქალაქი იყო მათი მოღვაწეობის ადგილი. დომინიკელები უფრო დიდ ქალაქებს ეტანებოდნენ, ხოლო ფრანცისკანელები მთებსა და გზებს. მათი ცხოვრების წესი განსხვავდებოდა ჩვეული ბერული ცხოვრებისაგან. მათ არ ჰქონდათ მიწები, არ აწარმოებდნენ არაფერს და მხოლოდ შემოწირულობებზე ცხოვრობდნენ. მთავარი ის იყო მათთან მიმართებაში, რომ დაიკარგა ასკეტიზმი. ამ ორდენებს აკრიტიკებდნენ განსაკუთრებით პარიზის უნივერსიტეტის პროფესურა. ისინი ესეთ ლეგიტიმურ შეკითხვას სვამდნენ, ისინი მართლა უპოვრები არიანო? ასე შეიქმნა ევროპულ ბერობაში რეგულარული ბერობა, რომლებიც მონასტრებში ცხოვრობდნენ და სეკულარული ბერობა, რომლებიც მონასტრებში არ ცხოვრობდნენ. მე-13 საუკუნე ქართული თვითცნობიერების განვითარების სრულიად განსხვავებული ეტაპია. ამ პერიოდის ქართული იდენტობის მახასიათებელია არა ღირებულებების პრიორიტეტულობა, არამედ პირველადობა პიროვნებისა და სახელმწიფოსი. ამის საილუსტრაციოდ ლექციაზე თამარ მეფის,
ლაშა გიორგის და რუსუდანის მოღვაწეობას განვიხილავთ. ამ დროს ხდება საქართველოს პოლიტიკური ტერმინი. თამარი ქართველი მეფეებიდან ყველაზე პოპულარული ფიგურაა წერილობით წყაროებში. მას ერთადერთს შუა საუკუნეების ქართველი პოლიტიკური პერსონებიდან ყავს ორი ისტორიკოსი და ორი მეხოტმე. თამარის პირველ ისტორიას ქვია ისტორიანი და აზმანი ჩარავანდეთთანი და მეორე ისტორიას ქვია ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარის. თამარს ყავს აგრეთვე ორი მეხოტმე, ჩახრუხაძე და შავთელი. თანამოსაყდრეობით მოვიდა თამარი ტახტზე. როდესაც თამარი გიორგი მესამე მამამ თანამოსაყდრეთ აკურთხა, ფიქრობენ რომ ეს გამოწვეული იყო იმით, რომ გიორგის ეშინოდა, რომ პირველ მეფე ქალს არ შექმნოდა გარკვეული პრობლემები საქართველოს სამეფო კარზე, გამომდინარე აქედან ის აკურთხა თანამოსაყდრეთ, ხოლო უკვე 1084 წელს თამარი ავიდა ტახტზე და გახდა ერთპიროვნული მმართველი გიორგი მესამეს გარდაცვალების შემდეგ. პირველი პრობლემა, რომელიც დადგა თამარის წინაშე, ეს არის აჯანყება თუ რაღაც გარკვეული აჯანყების მზადება მის წინააღმდეგ, უშუთხოში მან ეს ასე აღიქვა და ის დაკავშირებული არის ყუთლუ არსლანის გამოსვლასთან. ყუთლუ არსლანი იყო სამეფო კარზე მაღალი თანამდებობის პირი. ის იყო მეჭურჭლეთ უხუცესი. და ის და მის გუნდს აქვს ასეთი იდეა, ანუ ტერიტორიულადაც მეფის სასახლის ახლოს შეიქმნას კარავი, რომელსაც ექნება კანონების მიღების და კანონების შემუშავების უფლება, ხოლო მეფეს ექნება მხოლოდ და მხოლოდ მისი რატიფიცირების უფლება. ანუ მისი დამტკიცების უფლება. ეს რომ გაჟღერდა, თამარი ძალიან განრისხდა და მისი პირველი განრისხება იყო ის, რომ ყუთლუ არსლანი მან დააპატიმრა და ამას მოყვა ძალიან ცუდი რეაქცია ყუთლუ არსლანის მომხრეებში. ისინი გარს შემოადგენენ სასახლეს და ფაქტობრივად შინაპატიმრობაში სურდათ რომ ყოფილიყო თამარი. თამარს პირველმა რაც გარკვეულმა განრისხებამ რომ გადაუარა, მიხვდა რომ ამისი ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ორი ქართველი დიდებული, ხვაშაკი ცოქალი ქალი და კრავაი ჯაყელი გაგზავნა მან ამ აჯანყებულ ადამიანებთან მოსალაპარაკებლად. ეს არის პირველი ქალთა დიპლომატიური მისია, რომელიც განხორციელდა საქართველოში და წარმატებით. ამ ხმალამოღებულ მამაკაცებთან მისულმა ამ ორმა ქალმა, კრავაი ჯაყელმა და ხვაშაკი ცოქალმა, მოახერხეს ის, რომ მოლაპარაკება შედგა და კონსენსუსიც შედგა. თამარმა უკან დაიხია და გამოუშვა საპატიმროდან ყუთლუ არსლანი, ხოლო მათ მოხსნეს ალყა სასახლეზე და უარი თქვეს აი ამ კარავის დადგმაზე. 30 წლის შემდეგ ამ ამბიდან ინგლისშიც დაახლოებით ასეთი რამ მოხდა. 1215 წელს მეფეს ჯონ უმიწაწყლოს აიძულეს რომ შექმნილიყო მასთან საკანონმდებლო ორგანო და მას ეთქვა რომ სახელმწიფოს ძალაუფლება ხალხის ნებაზეა დამყარებული. დღეს მსოფლიოში პარლამენტარიზმის სამშობლოდ ითვლება ინგლისი და ყველა საცნობარო ლიტერატურა თუ საენციკლოპედიო ლიტერატურა რომ გადაშალოთ, ყველგან არის დაფიქსირებული რომ ბრიტანეთი არის სწორედ პარლამენტარიზმის სამშობლო. მაგრამ ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის რომ პირველი იდეა ჩვენ გვეკუთვნოდა. რადგანაც 30 წლით ადრე ამ ამბავდე, ეს არის დაახლოებით 1185 წელი, რადგანაც თამარი 84 წელს ავიდა ტახტზე და მალე მოხდა ეს ყუთლუ არსლანის აჯანყება და 30 წლის ადრე ქართულ სამეფო კარზე შეიქმნა ეს იდეა კარავის დადგმისა, ანუ პირველი საკანონმდებლო ორგანოს, ანუ პარლამენტის წარმოშობის. მეორე პრობლემა, რომელიც დადგა თამარის წინაშე, ეს იყო მისი გათხოვება, რადგანაც დარბაზში, რომელიც წყვეტდა უამრავ საკითხს, თითქმის ყველა საკითხს დარბაზობა წყვეტდა, ორი ერთმანეთის დაპირისპირებული ჯგუფი მუშაობდა. ერთი ეს იყო თამარის მამიდის, მისი გამზრდელი მამიდის რუსუდანის მომხრეთა ჯგუფი და მეორე ეს იყო ეგრეთ წოდებული სომხური ფრთა.
გაიმარჯვა ამ მეორემ სომხურმა ფრთამ და თუმცა თამარის ხელზე ძალიან ბევრი პრეტენდენტი იყო და ძალიან ბევრს უნდოდა თამარის ცოლად შერთვა და იქ რაღაცა ბევრი რამ არის აღწერილი, მოკლედ როგორ ზოგი თავს იკლავდა და ზოგი რა. უარესთა შორის უარესი იქნა ამორჩეული და სომეხი დიდვაჭარი ზორანქარ ზორაბაბელი მიდის ვლადიმერ სუზდალის სამთავროში და მოყავს თამარისთვის ფრად ვლადიმერ სუზდალის მთავრის ანდრია ბოგოლუბსკის ვაჟი იური, რომლესაც ქართველებმა მეტად ახლობელი რომ გამხდა იყო მათთვის საყვარელი სახელი გიორგი დაარქვეს. ვლადიმერ სუზდალის სამთავრო ამ დროს უკვე ფაქტობრივად განადგურებული იყო და არც არავითარი ასეთი სერიოზული დატვირთვა და სერიოზული მისია არ ქონდა რუსეთის სახელმწიფოში. ამიტომ აი ამ რაღაც გარკვეული განადგურებული სახელმწიფოდან მოიყვანა ამ მეორე ფრთამ თავარის მეუღლე, რომელიც ძალიან მალე იქნა განდევნილი. ქართლის ცხოვრება ძალიან მოკლე, ლაკონური არის გიორგი რუსის გაძევებასთან დაკავშირებით. წერს ქართლის ცხოვრება ასეთ ფრაზას: შევიდა სატანა სულსას ვე უბედურისა რუსისა და ამით ის ასრულებს საუბარს თავარის პირველ მეუღლეზე. თამარის მეორე მეუღლე უკვე არჩეული იქნება იმ ფრთის მიერ, რომელსაც თამარის მამი და რუსუდანის მომხრეები არიან და მის ქმრად შეირჩევა დავით სოსლანი, რომელიც ბაგრატიონთან ათესავია და რომლისგანაც თამარს ეყოლება ორი შვილი, გიორგი და მისი კნინობითი სახელი არის ლაშა და ცნობილი არის ლაშა გიორგის სახელით და მეორე რუსუდანი. ის რაც ყველაზე რთული მოხდა ამ დროს იყო თამარის იდეალიზაცია. ღირებულება კი არ გახდა მნიშვნელოვანი, არამედ პიროვნება და სახელმწიფო. სახელმწიფოს ძალმოსილება გახდა უმთავრესი. სახელმწიფოს ძალმოსილება გახდა თაყვანისცემის ობიექტი და არა ფასეულობა. ამის მაგალითია ტრაპიზონის იმპერიის დაარსება, რაც შავი მთის მონაზვნებს უკავშირდება. თამარი არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მეფე, რომელიც ძალიან დიდ საფას და ძალიან დიდ სიმდიდრეს გასცემდა, როგორც უპოვრებისთვის, ისე ეკლესიებისთვის, ისე საეკლესიო პირებისთვისაც სამეფო კარიდან. ამიტომ ეს მონაზვნები, რომლებიც შავი მთიდან იყვნენ ჩამოსულები, დიდხანს იყვნენ თამართან და როდესაც თამარმა ისინი გაისტუმრა უკან ბიზანტიაში, მათ გაატანა ძალიან ბევრი საჭურჭლე, როგორ გითხრათ, ეს იყო დაუშვათ ოქროვერცხლი, ეს იყო სამკაული და ასე შემდეგ. და როდესაც მათ მიაღწიეს ბიზანტიის საზღვარს, იქ გაძარცვეს ეს მონაზვნები და თამარი განრისხებული ამის გამო გადაწყვეტს, რომ ჯარი დაძრას ამ საზღვრისაკენ და ამ დროს იქ არეულობა მიმდინარეობს ბიზანტიის იმპერიაში და მას რაღაცა დათმობის სახით მისცემენ ბუფერულ ტერიტორიას, რომელიც არის საქართველოსა და ბიზანტიას შორის. და აქ ქართველები დაარსებენ ტრაპიზონის იმპერიას. ტრაპიზონის ეს სამეფო არც გეოგრაფიულად, არც სიდიდით და არც გავლენით იმპერია არ არის და არ შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ იმდროინდელი ქართული საზოგადოება მას იმპერიას უწოდებს. საქართველოს იმპერიებიც კი ენარჩუნებიანო, ეს აზრი იყო. თამარი ქმნის ბუფერულ სახელმწიფოს საქართველოსა და ბიზანტიას შორის და მას ამბიციურ სახელს ტრაპიზონის იმპერიას არქმევს. თამარის დროს პირველად და უკანასკნელად აწყობს ქართული ლაშქარი მარბიელ ლაშქრობას ირანში. საქართველო ყოველთვის იყო თავდაცვითი ქვეყანა. ის ყოველთვის იცავდა თავს და არ ესხმოდა თავს. ეს რაც მათ გააკეთეს ქართული ლაშქარი რომ წავიდა ირანში, რომელსაც ხარგზელები მეთაურობდნენ, ეს იყო მარბიელი ლაშქრობა. ამას არც არავითარი ტერიტორიის მოპოვების, არც არავითარი დაპყრობის, რა თქმა უნდა, მიზანი არ ქონდა. ეს იყო ლაშქრობა, რომელიც საქართველოს ძლევამოსილებას აჩვენებდა. საქართველოს სიძლიერის დატვირთვა ქონდა მას და ის გამოხატავდა საქართველოს სახელმწიფოს ძალმოსილებას. მარანდი თავრიზი დაარბიეს საქართველებმა და უკან დაბრუნდეს, რა შედეგი ქონდა ამას? არავითარი, მხოლოდ დემონსტრირება იმისა, თუ როგორი ძლიერია ქართული ჯარი. ყოველი ეს ქმედება სახელმწიფოს ძლევამოსილებას და გაფეთიშებას ემსახურება. თუ კი დავითი ქმნის ძლიერ საზოგადოებას, თამარი აშენებს ძლიერ სახელმწიფოს. თამარის შემდეგ საქართველოს დაქვეითება დაიწყო.
დაიწყო დაქვეითება სულიერად და დაიწყო დაქვეითება პოლიტიკურადაც. ჟამთა აღმწერელი წერს ძალიან საინტერესო რამეს. შევაწუხეთ ღმერთი საქმითა ბოროტითა. რამაც გამოიწვია ქართული იდენტობის მთავარი ნიშნულის, რელიგიური ნიშნულის შერყევა. ეს მოხდა სწორედ. ძალიან ხშირად ისტორიკოსები მონღოლებს აბრალებენ ხოლმე, რომ აი მონღოლები შემოვიდნენ და რაღაცა დაინგრა საქართველო. ეს ადრე მოხდა, ვიდრე მონღოლები შემოვიდოდნენ, რადგანაც შეიტყა ეს უმთავრესი მარკერი და ძალიან მაღალი დონის ისტორიკოსი ჟამთა აღწერელი ძალიან კომპაქტურად წერს ამის შესახებ. შევაწუხეთ ღმერთი საქმითა ბოროტითა. ანუ ღირებულებითი კრიზისი დაიწყო ქართულ იდენტობაში. ეს დაღმასვლა ძალიან თვალნათელი იყო. ჩვენ დავცილდით ჭეშმარიტებას და ეს მანამდე მოხდა, ვიდრე მონღოლები მოვიდოდნენ. ლაშა გიორგი 18 წლის ავიდა ტახტზე და პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ თამარის დანიშნული მოხელეები გადააყენა და თავისი თანამოასაკეები დანიშნა. ანუ მისი ტოლები. დიდ დროს იმყოფებოდა ლაშა გიორგის სასახლის გარეთ. ის რინდებთან მეგობრობდა. ეს იყო სუფიურ დევრიშვილი ორდენი. მათი აზროვნება ასეთი იყო, ღმერთი მჭირდება მანამდე, ვიდრე ის რაიმეს არ მიგრძალავს. ანუ ღვთის კანონებით ცხოვრება შეწყვიტა ქართულმა საზოგადოება. ლაშამ დაკარგა უმთავრესი სათნოება, პასუხისმგებლობა, რასაც მართლმადიდებლობა ყოველ მორწმუნეს ავალებს. ლაშამ თამარის მიერ ქართული ერთობის დაცვა, ლოცვით, მარხვით, მოწყალებით ჩაანაცვლა უდარდელობით, ღრეობით, თანამოასაკეებთან გართობით, რის შედეგიც იყო მისი პირადი ცხოვრება. ლაშა ძალიან ხშირად ამ რინდებთან ერთად სხვადასხვა ადგილას იყო ხოლმე, მათთან ერთად გადაადგილდებოდა. ისეთივე ჩამოძონძილ ჩამოკონკილი დადიოდა, როგორც ეს რინდები. ამიტომ ერთ-ერთი ასეთი ღრეობის შემდეგ მოხდა ჩხუბი, როდესაც ლაშა გიორგის თვალი დაუზიანდა და მან ვინც აღმართა ხელი მასზე, წარმოდგენა არ ქონდა, რომ ის საქართველოს მეფე იყო. ასევე გაუგებარ სიტუაციაში მოხდა ლაშა გიორგი ველისციხეში, ერთ-ერთ ქორწილში, სადაც მოეწონა ერთი აზნაურის ცოლი. მას უთხრეს და განუმარტეს, რომ ამ ქალს ქმარი ყავსო, მაგრამ ლაშამ ეს არაფრად არ დაიდო და მოკიდა ამ ქალს ხელი და წამოიყვანა სასახლეში. ეს ქალი წამოყვა ასეთ სიმპათიურ ახალგაზრდა კაცს, კარგი მანერებით და აღმოჩნდა, რომ ის არც მეტი არც ნაკლები საქართველოს მეფე იყო. კათალიკოსი შეაგონებდა ლაშა გიორგის, რომ ასეთი რამ არ შეიძლებოდა, რომ დაებრუნებინა ეს ქალი თავის ქმართან ველისციხეში, მაგრამ ლაშა გიორგი არაფრით არ თაყდებოდა ამაზე. და მაშინ, როდესაც ლაშა გიორგი იმყოფებოდა ლაშქრობაში, კათალიკოსი შედის და თავისი ხელით გამოყავს ეს ქალი და მიყავს ველისციხეში მის ქმარს უბრუნებს. ქართულ საზოგადოებაში დაზიანებულია არამარტო ის მსოფლმხედველობა, რომლითაც ერთობის იდენტობა განისაზღვრება, არამედ დავიწყებულია აღზრდის მნიშვნელობა. თამარმა ლაშა გიორგის აღმზრდელად დაუკავა ივანე მხარგრძელი. ეს იყო ძალიან კარგი კაცი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, ქართველებისთვის თავდადებული, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში ორჭოფობდა. მთელი ცხოვრება ვერ გადაწყვიტა მან, გადასულიყო თუ არა მართლმადიდებლობაზე, ანუ მყარღირებულებებზე არ იდგა, რაც გადასცა კიდევაც ლაშას. პედაგოგიური მიდგომა იმ პერიოდში გულისხმობს ერუდიციის გადაცემას და ფასეულობითი ნიშნული ამ პროცესში უკუგდებულია. ვინ აღზარდა დავითი, გიორგი მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელმა, რომელიც ბრძენი ადამიანი იყო და მყარი ღირებულებების მქონე. ვინ აღზარდა ლაშა ივანე მხარგრძელმა, რომელიც მუდმივად ორჭოფობდა თავისი ცხოვრების განმავლობაში. ამიტომ ასეთივე ორჭოფი აღმოჩნდა ლაშა. რუსუდანი გაათხოვა ლაშამ, უზარმაზარი ქორწილი გადაიხადა. შუა გზაზე საქართველოსა და შირვანს შორის, შირვანშაჰს მიათხოვეს რუსუდანი, 10 დღიანი ქორწილი გადაიხადა და აქედან დაბრუნებული ლაშა გზაში ავად გახდა და გზაშივე გარდაიცვალა. ლაშა გიორგის ველისციხელი ქალისგან შეეძინა ვაჟი, რომელსაც არ აღიარებდა არც სახელმწიფო და არც ეკლესია.
ამიტომ მაშინ, როდესაც გარდაიცვალა ლაშა და დადგა საკითხი იმასთან დაკავშირებით, ვინ უნდა ყოფილიყო მეფე, არც ეკლესია და არც სახელმწიფო, რადგან არ აღიარებდა, მისი მემკვიდრე დავითი ტახტზე ვერ ავიდა და ამიტომ გამოიხმეს შირვანიდან რუსუდანი და რუსუდანი ავიდა ტახტზე. ლაშასთან შედარებით რუსუდანი კიდევ უფრო შორს წავიდა თავისი ღირებულებების გაფანტვაში. რუსუდანის მეფობის და ცხოვრების სტილი გაუწონასწორებლობისა და ზნეობრივი დაცემის მატარებელია. ამის მაგალითი არის მისი დამოკიდებულება ლაშას უკანონო ვაჟის დავითისადმი, რომელსაც თავის სიძე ქალიშვილთან რუმის სასულთნოში აგზავნის. ეხლა რა ხდება, რუსუდანის ცხოვრების აზრი იყო ის, რომ არ გამეფებულიყო მის შემდეგ ლაშა გიორგის ვაჟი დავითი და არ წაერთმია ტახტი მისი საკუთარი ვაჟისათვის, აგრეთვე დავითისათვის. ამიტომ ყველა ხერხს მიმართავს რუსუდანი. ერთ-ერთი არის ის, რომ ის თავის სიძესთან და ქალიშვილთან აგზავნის ლაშა გიორგის ძეს დავითს, თან წერილს მიაყოლებს, რომ ითხოვს მის ფიზიკურ განადგურებას. თამარს წერს ის მის ქალიშვილს, რომ ეს შენი ბიძაშვილი არის შენი ძმის მტერი და უშლის ხელს ტახტზე ასვლაშიო. თამარი, რომელიც გურჯი ხათუნის სახელით არის ცნობილი, ძალიან პატივცემული ქალი იყო რუმის სასულთნოში. მისი მეუღლე ყიასიდინი ძალიან დიდ პატივს ცემდა მას, ძალიან უყვარდა ის და მას ტაძარიც კი აუქო. და ასეთ სიტუაციაში თამარი, რომელსაც მეასპინძლობის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ჰქონდა, ეს წერილი თამარმა დაკეცა და შეინახა და მისი ბიძაშვილი დავითი არაჩვეულებრივად მიიღო და ასე აგრძელებს ცხოვრებას. როდესაც მიხვდა რუსუდანი, რომ მისმა ამ წერილმა არ გაამართლა და თამარმა არ შეისმინა მისი ბრძანება, მაშინ თვითონ ყიასიდინს მიწერა წერილი. წერილი შინაარსი იყო ასეთი, რომ შენ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება შენ სამეფო კარზე, შენ მეუღლეს სასიყვარულო ურთიერთობა აქვს თავის ბიძაშვილთან და ეს რომ გაიგო ყიასიდინმა, თამარი, რომელიც როგორც გითხარით, ასეთი პატივცემული ქალი იყო და მონეტაზე მისი სახეც კი გამოხატა, მუსლიმური წესის თანახმად თმებით ითრია საჯაროდ და დავითი დილეგში ჩააგდო. ამის შემდეგ რუსუდანმა გაუმჟღავნა მას და აჩვენა ის წერილი, რომელიც მოწერილი იყო დედამისის მიერ და ყველაფერი გაირკვა. რუსუდანმა მთელი ცხოვრება შეალია იმას, რომ მისი ძმისშვილი არ ასულიყო ტახტზე. ამასთან სამეფო ტახტზე და სამეფო კარზე პოლიტიკური სიფხიზლე იმდენად მოდუნებულია, რომ მონღოლთა შემოსვლაც კი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მათთვის. დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილი მстовართა ინსტიტუტი, როგორც ჩანს, ისეა დაკნინებული, რომ რუსუდანს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია უდიდესი დამპყრობელის, მონღოლების შესახებ, რომლებსაც საქართველოში შემოსვლამდე ნახევარი მსოფლიო დაიმორჩილეს. რუსუდანი რომის პაპისადმი წერილში წერს, თავს იმართლებს ერგვარად, რომ რატომ დამარცხდნენ ასე მონღოლებთან ბრძოლაში და ამბობს, რომ ჩვენო ვერ გავიგეთ ეს ხალხი ვინ იყო, ჩვენო პირველადო ქრისტიანების კი გვეგონაო და ძალიან გავოგდნით შემდეგ მათ გარეგნობაზეო. ეს იყო სწორედ უპასუხისმგებლობა, როგორც სამეფო ოჯახის, ისე მთლიანად ქვეყნის წინაშე, რამაც პოლიტიკური კატასტროფა განაპირობა. თუკი დავით აღმაშენებელი უფრო მეტად მსახურებდა, არა მეფობდა. თამარი კი მეფობდა. ლაშა და რუსუდანი არც მსახურებენ და არც მეფობენ. მე-13 საუკუნეში იცვლება ტერმინ საქართველოს დატვირთვა და ის ფასეულობითი ცნებიდან პოლიტიკური ტერმინი ხდება. ამიერიდან ეს მოიაზრება მხოლოდ და მხოლოდ გეოგრაფიული ნიშნით და არა იმ ნიშნით, რასაც ჩვენ ვისაუბრეთ მე-10 საუკუნეში. გეოგრაფიული ნიშანი გამოიხატება შემდეგში. საქართველო არის ის, რომელიც გადაჭიმულია ნიკოფსიიდან და რუბანდამდე, ოვსეთიდან არეგაწამდე და სახელმწიფო ძლევამოსილებას გამოხატავს და არა მის სულიერებას. ეს აღარ არის მერჩულეს საქართველო და არ აღნიშნავს იმას, თუ როგორ აზროვნებს საზოგადოება, არამედ მაჩვენებელია იმისა, თუ რას ფლობს ქართული ერთობა ტერიტორიულად, რაც მის პოლიტიკურ სტატუსს განსაზღვრავს. ამრიგად, რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ლექცია, შეიძლება ვთქვათ, რომ მე-13 საუკუნეში ევროპა დადგა სეკულარიზაციის გზაზე. საქართველომაც აირჩია სეკულარიზმი.
ამ საუკუნეში საბოლოოდ ფორმირდება ევროპული თვითცნობიერება. საგანმანათლებლო ცენტრები მონასტრებიდან საერო სივრცეში ინაცვლებს. იქმნება პირველი უნივერსიტეტები. ღვთისმეტყველების მაგისტრის დიპლომს ერთწლიანი სწავლების შემდეგ ამიერიდან უნივერსიტეტი გასცემს. სახელმწიფო აძლევს ამ დიპლომს და არა ეკლესია, რაც ევროპის სეკულარულ აზროვნებაზე მიუთითებს. ამ პერიოდის საქართველოს სეკულარიზმს ირჩევს, რაც გამოიხატება იმაში, რომ შეირყა ქართული ერთობის უმთავრესი ნიშნული ქრისტიანობა, რაც უმთავრესი ქრისტიანული სათნოების თავმდაბლობის დაკარგვაში გამოიხატა. არასწორი სულიერი ცხოვრება იწყება, როცა თავმდაბლობის საპირისპირო ხიბლი და ამპარტავნება მოდის, როცა ადამიანს არა აქვს აღქმა თავისი დაცემულობის, როცა რასაც აკეთებს საკუთარ თავს მიაწერს და არ ქმევს ღმერთის სახელს, იქ სადაც იკარგება თავმდაბლობა, ყველა ჭეშმარიტი ფასეულობა ქრება. თამარი აშენებს არა ძლიერ საზოგადოებას, არამედ ძლიერ სახელმწიფოს. საზოგადოება ღირებულებითად დეზორიენტირებული ხდება, ისე რომ თვითონ ვერ ამჩნევს ამას. ქართული საზოგადოებისათვის არა ქრისტიანული, არამედ პოლიტიკური ინტერესები ხდება აზროვნების მთავარი წარმართველი. შედეგად ვიღებთ აზრობრივად ძლიერ დაზიანებულ საზოგადოებას, რომელსაც აღარ შეუძლია ერთობის შენარჩუნება. ღირებულებითად დეზორიენტირება იწვევს აზროვნების შეცვლას, რაც თავარია ხდება სახელმწიფოს ძლიერების მოშლა. ამრიგად ევროპასა და საქართველოში სერიოზულად შეირყა ქრისტიანული ფასეულობები. ევროპა განვითარდა ამის შემდეგ. საქართველო დაღმასვით წამოვიდა. ისმის შეკითხვა რატომ? პასუხი მარტივია, რადგან ეს არ არის ჩვენი ბუნებრივი განვითარების გზა. ჩვენ გვაქვს ჩვენი განვითარების გზა, რომლის უმთავრეს მახასიათებელს ღირებულებებითი მსახურება წარმოადგენს. მადლობა ყურადღებისთვის.